დღემშვიდობის მეგობრებო, დღეს უცბად შევეცდები რომ მიმოვიხილო პირველ რიგში UFC, ვინც უყურეთ, უჩვეულო დროს იყო ჩვენთვის, დილის 11 საათზე დაიწყო და 6-ისკენ მორჩა დაახლოებით, ცოტა ადრე. მოკლედ, ესე იგი 9 ბრძოლა იყო, მე ძალიან ვისიამოვნე. ბევრი ნოკაუტი იყო, ბევრი მოულოდნელობა იყო, ვინც უყურებთ და ჩართული ხართ. მაგარი თაქათუქი იყო და მაგარი მუშტიკრივი იყო, აი მართლა ერთი შეიძლება ან 1-2 ისე რა ჩხუბი იყო, ცოტა ისეთი ფრთხილი. დანარჩენი გადაათელეს თავპირი ერთმანეთს, ისეთი ჩხუბები იყო და ისეთი მოულოდნელობები მოხდა, რომ აი პირველ რიგში მეგობრებო, მე ნათქვამი მაქვს სხვადასხვა ვიდეოებში, რომ მიშელ პერეირა იყო ჩემი სიმპათია UFC-ში, ყველაზე განსხვავებულად ჩხუბობდა და აი რაღაცნა კი აგებდა თავის უაზრობებით და ზედმეტობებით ბრძოლებს, მაგრამ მაინც ჩემთვის იყო საუკეთესო და ესე იგი ვინც მის კარიერას კარგად იცნობთ, აი საიდან სად დაეცა ტიპი, აი ესე იგი ნულია მისი ფასი რა, უკვე ყველასთან აგებს და მე მგონი რომ ჯობია საერთოდ კარი გაიხურე წადი რა, იმიტომ რომ აი არ ვიცი მეგობრებო რა, დღეს საერთოდ ჩაჩექმეს ჩვეულებრივად ამ ხელა მუტრუკი, მაგის ნახევარი იყო შეხედულებით ის დაუკაუსი, ისიც შოკში ჩავარდა რანაირად ვცემეო, მაგრამ ნუ აი ჯერ როგორი შეცვლილი აქვს სტილისტიკა ჩხუბის, აი საერთოდ აჩრდილიც არ არის მეგობრებო, აი გონია რომ გვეკაიფება თუ რა ხდება ვერ გავიგე, ესე იგი არანაირი შეტევითი სტრატეგია, აღარც ჭიდაობაში ვარგია, აღარც მუშტიკრივში ვარგია, არა ის თავის ტრიუკები რო ქონდა რაღაცები, იმას საერთოდ ის რატო დაივიწყა საერთოდ გააქრო. მოკლედ ესე იგი თავიდან მიყვები, ესე იგი ეჩხუბებოდა ვილსონს და ნოკაუტით დამთავრდა ეს ჩხუბი. ვილსონმა მოიგო, მერე რონგი იყო და ჰუბარტს მოუგო, რონგმა ესეც ჩინელი იყო და ისიც სულ გამოდიოდა 7 ეხლა რახან ჩინეთში იყო UFC-ს ღონისძიება, 7 მებრძოლი იყო ჩინეთიდან და 4-მა მოიგო. მე მგონია რომ ძალიან კარგი შედეგია, არაჩვეულებრივი. მოკლედ რონგმა მოუგო ჰუბარტს, მერე ისევ მესამე ჰაიასერმა წააგო იანგთან, ამერიკელთან. მერე კიდე ჩინელი ეჩხუბებოდა ნუერაჯი ქროსბი და მოუგო ნუერაჯიმ. შემდეგ ეს კატასტროფა გულისამრევი ჩხუბი პირველივე რაუნდში, ესე იგი მიასიკვდილა მეგობრებო, პირველივე რაუნდში მიასიკვდილა მიშელ პერეირა დაუკაუსმა. საერთოდ 15 ეულშიც აღარ არის, არც ის დაუკაუსია 15 ეულში, მაგრამ ეს მით უმეტეს ბოლო ხანებში მე-15-ზე იყო და იქიდანაც გამოაპინტრიშეს. შემდეგ ორტეგა სტერლინგი, აი ეს ცოტა არ მომეწონა ეს ჩხუბი, უფრო მეცველოდი, ნამდვილად მეცველოდი. ნუ ორტეგა ძალიან პასიური იყო და სტერლინგმა გადაწყვეტილებით 5 რაუნდიან ბრძოლაში გაიმარჯვა. შემდეგ იყო სატიბალდიევი, ნურგოზაი და სატიბალდიევმა საბმიშენით მოიგო. მერე პავლოვიჩი, კორტეს აკოსტა, პავლოვიჩმა მოიგო 3 რაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით და ბოლო იყო, ნუ გაზულუქებული, მე ვარ და ჩემი ნაბადი, მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, კი ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან ძლიერი, ნოკაუტერია ფაქტიურად, ვინც უყურებთ UFC-ს. ეს ჟანგი რა მეგობრებო, ეჩხუბებოდა ვოლკერს და ჰოის აოცრებავ.
მეორე რაუნდში ცხვირპირი ჩაუჩეჩქვა, სახე გადაუფურჩქნა და მარილი მოაყარა. Ну, იმდენად არავინ ფიქრობდა ალბათ ვოლკერის მოგებას, თუმცა მე მომწონს ვოლკერი ძალიან, იმიტომ რომ აი ძალიან სანახაობრივი, რასაც ვამბობდი პერეირაზე ადრე როგორც ისე სანახაობრივი ბრძოლა ჰქონდა და ის რაღაც თავისი ტრიუკები ჰქონდა, ესე ძალიან მოუსვენარი ტიპია, 2 მეტრამდე, 1.98 ეს ჟანგიც 1.88 არის, მაგრამ აი ეს რაღაც მუხლის დარტყმა იცის, კარგად, ძალიან ფეხს კარგად ხმარობს და აი ფეხი დაუზიანა, ვინც არ უყურეთ, გირჩევთ უყუროთ აუცილებლად. საკმაოდ კაი კოლაჟი გამოვა დღევანდელი ამ ორთაბრძოლების და ეს გვირგვინი იყო საოცარი. პირველივე რაუნდში რო იტყვიან გაუძლოსავით, კარგად დაიჭირა ვოლკერმა თავი და მეორე რაუნდში ფეხი დაუზიანა და აი ესე უნდა მეგობრებო, აი ესე უნდა სიტუაციის და წამიერი მომენტის გამოყენება, რაც ვოლკერმა გააკეთა პირდაპირ, როგორც კი წაბარბაცდა ჟანგი, ეგრევე დააფრინდა ქორივით და ჩაუჩეჩქვა ცხვირპირი და დაანოკაუტა. აი ესეც დიდი მოულოდნელობა. Ну, ეხა პრინციპში ჩემთვის ძალიან დიდი მოულოდნელობაა, პერეირა უკვე ყველასთან აგებს და უკვე აღარ ჩავთვლი ამას მერე მის წაგებას რამე განსაკუთრებულად, უკვე ჩამოწერილია ეს კაცი. ხო და ესეთი საინტერესო ჩხუბები იყო, აი ძალიან კარგი ბიჭია მეგობრებო. და ეს იყო კიდე ერთ-ერთი მოულოდნელობა, ჩემი აზრით არა მარტო კავანამ აი ნამდვილად მეგონა რომ მოიგებდა, მაგრამ აი როგორ მოახერხა ესეც დაანოკაუტეს და ყველას რო ეგონა რომ ესე 5 ზედიზედ მოგებით მოდიოდა და აი ესე სამწუხაროდ დღეს დანოკაუტდა და სამწუხაროდ აი ესე ცუდად დაამთავრა დღევანდელი ასპარეზობა, ასე რომ უკვე წაგება აქვს გრაფაში. ხო, აი ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი მოულოდნელობა და მეგობრებო, რა თქმა უნდა, გაჩაღებული ფეხბურთები მიდის, იმას ვიტყვი მხოლოდ რომ ამ უნამუსო სიტიმ სახში 2-0 წააგო ტოტენჰემთან. ესე იგი ტოტენჰემს იარაღით რო დაადგე და აიძულო სახში ვინმე, აი რა ვიცი, ვულვს ან რა ვიცი, ვის თქვა კიდე, არ ვიცი, სანდერლენდს ან ვინმეს ისეთს რა, ცოტა ისეთ ჩვეულებრივ პრემიერ ლიგის კლუბს რომ მოუგოს, ვერ მოუგებს. ვერაფრით ვერ მოუგებს და ეხა წავიდა და სიტის 2-0 მოუგო გასვლაზე. ხო, მეგობრებო, ამ გახსენებაზე კალათბურთი გამახსენდა 27-ში მოგეხსენებათ იწყება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ქვეყანა იასპარეზებს, თუმცა მანამდე როგორც მოგეხსენებათ 4 ამხანაგური გამართა და 4-ვე წააგო. ეს კაის მაჩვენებელი არ ამგონია რომ იყოს და არც რაღაცა გათვლა რომ იყოს, რომ აი რაღაცა ვითომ სუსტები ვართ და არ გავიგიჟეთ თავი და ძალები არ დავხარჯეთ და ასე შემდეგ და აი ესე უსუსურად 4-ვე თამაში წავაგეთ, ბოლოს ჩეხებმა მოგვიგეს. ძირითადად გასვლები გქონდა, მაგრამ მაინც სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის კაი ნიშანი არ არის, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე აქედან გამომდინარე პროგნოზი კი არ შეიძლება გავაკეთოთ ბოლომდე, მაგრამ მე დიდად იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, უკვე პირველი მეოთხედი არა უშავს, მიდის ბრძოლა, მეორე, აი მესამე და მეოთხე უკვე აღარ ვარსებობთ, მეგობრებო, გვიყრიან ყველა წერტილიდან. ამიტომ ნუ რა ვიცი, დაევცდებოდე და ჩვენმა ბიჭებმა საამაყო შედეგი დადონ ევროპის ჩემპიონატზე, ნეტავ. და მაინც პირველ თამაშს ვეთამაშებით ესპანეთს, სამწუხაროდ
ესეთი მძიმე თამაშით ვიწყებთ და ვნახოთ მეგობრებო რა იქნება. ასე რომ ფეხბურთები დღეს უამრავია და ესე აქცენტირებულად ისევ და ისევ 11 საათზე იქნება. მიქაუტაძე დაუპირისპირდება თავის ძველ კლუბს, მეც და იმედია რომ გოლს გაუტანს. აუცილებლად უყურეთ მეგობრებო, ლიონი მეც და ნახოთ ჩვენი საამაყო ბიჭი თუ გაუტანს ძველ კლუბს და თუ გაგვახარებს. ასე რომ მილანი და კიდევ ბევრი კლუბი, ბარსა და ასე შემდეგ ბევრი კაი თამაშია და ბევრი გოლები დღეს მეგობრებო და კაი სანახაობა, ესეთი დაძაბული თამაშები და რაღაც საყურებელი. აბა დროებით ძალიან მალე შევხვდებით და დროებით